მოგესალმებით, პატრიცემულო მაყურებლებო, მსმენელებო. დღეს სტუმრად გვყავს ქალბატონი თამარ კიკნაძე. ქალბატონ თამარ, დიდი მადლობა რომ ესტუმრეთ. მადლობა მოწვევისთვის. დიდი ხანი გავიდა მართალია ვირტუალურად, მაგრამ მადლობა დიდი. თბილისში აუცილებლად ერთ-ერთი პირველი იქნებით ჩემ სტუდიაში. ქალბატონ თამარ, დიდი ხანი გავიდა ჩვენი ბოლო საუბრიდან. ეს ის პერიოდი იყო, როცა განათლების რეფორმაზე მზადდებოდა კანონპროექტი, ნაწილი ჩაშვებული იყო წარმოებაში თითქოს და ნაწილს ელოდით და მოკლედ გავიდა ეს პერიოდი და მაინტერესებს აი თქვენ როგორც განათლების სფეროში უშუალოდ დაკავებულ პერსონას, რომლებსაც უშუალო კავშირი გაქვთ ამ სწავლა-განათლების პროგრამასთან. რა სიტყვით, როგორ შეაფასეთ? რა ეტაპზე არის დასრულდა? თუ რამე გვერდითი მოვლენა, საერთოდ მაყოფილი ხარ? ჯერ დავიწყოთ რატონონიკა იქიდან, რომ ყველა თანხმდებოდით იმაზე, რომ განათლების რეფორმა არის ჩასატარებელი, ხო? საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში. და ეს ეხლა საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ტოტალიტარულ ქვეყნებს ყოველთვის ძლიერი განათლება. შემიძლია გავიხსენო იგივე გერმანია, როდესაც ფაქტობრივად გერმანია იყო მაშინ მეცნიერების ცენტრი და შემთხვევითი არ იყო, რომ საბჭოთა კავშირშიც გერმანულ ენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დაიწყო სამამულო ომი, ხო? და მინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ მეც იმ განათლების პროდუქტი ვარ და განათლება მივიღე აბსოლუტურად უფასოდ. პირიქით ერთ-ერთ სასწავლებელში, მაგალითად მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, სტიპენდიასაც კი მაძლევდნენ. ბევრი რაღაცა დავამთავრე და ფული არსად არ გადამიხდია, ყველგან იქით მიხდიდნენ. და პლუს იყო ძალიან კარგი დონე განათლებისა. ეხლა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ იყო ძალიან დიდი ეიფორია იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში არა ეს განათლება კიდევ უფრო გაუმჯობესდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ ისეთი განცხადებები, როდესაც გითხრეს, რომ თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, ამიტომ თქვენ არ გჭირდებათ ფუნდამენტური მეცნიერება. და აი ამ ხნიდან უკვე რაღაცნაირად იწყება განათლების სისტემის, მე ვიტყოდი ნგრევა. იმიტომ რომ სადამდეც მივედით, არა, ეს ნამდვილად ამ ნგრევის შედეგი იყო. და ესე იგი კომერციალიზებული სწავლა მოვიდა, სააკაშვილმა კიდე თავისი რეფორმები ჩაატარა. ხა ჩვენ მანამდე რაღაცა ინერციით მოვდიოდით, იმიტომ რომ ის ძველი თაობა კიდე არსებობდა. და მე მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ბევრი ქართველი მეცნიერია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგივე შვეიცარიაში, მაგალითად მე ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ და კოლაიდერის პროექტზე ბევრი ჩვენი თანამემამულე მუშაობს და ჩვენი რექტორიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. მაგრამ მასობრივად რო გითხრათ, განათლება რა თქმა უნდა მოითხოვდა მერებს, რომ ისი ხარისხი ვერავით არ ესე იგი რაღაცა ვერ უძლებდა ვერავით არ კრიტიკას და მე ხა თქვენ სწორი აღნიშნეთ ამდენი წელია გასწავლილი უმაღლეს სასწავლებლებში და ძალიან კარგად ვიცი აი განათლების რეტროსპექტივის შესახებ საქართველოში. ვითარდებოდა ეს პრობლემები და მივედით აი ზღურამდე, რომელიც დღეს გვაქვს. ყველ ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა
გასაუბრებით ის ადამიანები, ვინც განათლების სფეროში არის დაკავებული აი ამ რეფორმის დაანონსებით. მაგრამ ეხლა განათლება ხო არ არის მარტო ცოდნის გადაცემის პროცესი. განათლება არის და ეს სასწავლო დაწესებულებები არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალიზაციის აგენტები, სოციალური აგენტები და მე მინდა განვარტყა რა არის სოციალიზაცია. ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის მიერ იმ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება, რომლითაც ის ცხოვრობს, ხო? და აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აგენტია სოციალიზაციის არის რა, საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამიტომ აი ის თაობები, რომლებიც აღიზარდა ამ პერიოდში არა, არიან არა მარტო აი იმ განათლების მატარებლები რა შედეგიც მივიღეთ, არამედ იმ ღირებულებითი სისტემის, რითიც დღეს ისინი ცხოვრობენ. ეხლა ჩვენ მეგონა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ერთი წრეხიდან გავთავისუფლდეთ და ეხლა ნებაყოფლობით მინდა გითხრათ, შევედით რაღაცა მეორე ესე იგი ატმოსფეროში, არც მიგვიღეს ხო იმ ევროკავშირში, ხან კანდიდატები ხართ, ხან ასპირანტები ნატოში და ასე შემდეგ. მაგრამ სამაგიეროდ არა, ჩვენ ვიკისრეთ უამრავი ვალდებულება, რომლის შესრულებაც იყო აუცილებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იყო ის, რომ ჩვენ დავექვემდებარეთ მათ განათლების სისტემას. საქართველო არის ეგრეთ წოდებული ბოლონიის პროცესის მონაწილე და ჩვენი განათლება დაქვემდებარებული არის ამ ბოლონიის სისტემას. და მინდა გითხრათ, რომ შენ თუ არ აკმაყოფილებ იმ მოთხოვნებს, რაც არის ამ ბოლონიის სისტემის მოთხოვნა, ელემენტარულად ვერ მიიღებ აკრედიტაციას. ვერც საბავშვო ბაღის, ვერც სკოლის და ვერც უმაღლეს სასწავლებელში. თანაც როგორი ვითარება შენთან ჩამოდის უცხოელი, რომელიც არის როგორც წესი კომისიის თავმჯდომარე და ის აწარმოებს აი ამ აკრედიტაციის პროცესს, ხო? იქ მთელი რიგი რაღაცა მოთხოვნები არის. ეხლა რო გითხრათ, მხარეს მარტო როგორც ყველაფერს საერთოდ აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფით მომენტები, ხო? და რა არის ეს უარყოფითი მომენტი, მოდი ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ. უარყოფითი არის ის, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული გლობალიზებული სამყაროს აკვეთა. და ადამიანები იზრდებიან იმ ღირებულებებით, რასაც შენ გთავაზობენ. მე მაგალითად კარგა ხანია, ეს ხელისუფლება რომ მოვიდა, სიტუაცია შეიცვალა და ეხლა უკვე იდენტობაზე ლაპარაკი ეროვნულ ღირებულებებზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი განსაკუთრებით სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მე მაგალითად სიტყვა სამშობლო არ გამიგია. და როცა აღნიშნე ეს განათლება არა მარტო განათლების და ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული, არამედ არის კიდევ აი ამ სოციალიზაციის ძალიან მძლავრი ელემენტი, სადაც შენ აი ამ ღირებულებით სისტემას იძენ შენი ცხოვრებისთვის. ეხლა ეიფორია იყო ძალიან დიდი. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გავითარდებოდა, მაგრამ შედეგი მივიღეთ რა. ჩვენი ახალგაზრდები იზრდებიან ეგრეთ წოდებულ მომხმარებლებად, ხო? კონსუმერიზმი ჩარბობს აი ამ პროცესში. განსაკუთრებით ეხლა დღეს, როდესაც ეს ხელოვნური ინტელექტი და ეს ტექნოლოგიები ვითარდება,
ეს კიდევ დამატებით პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად გვყავდა ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც გვეუბნებოდა განათლების მინისტრი და მინიშნო ხო? და ეს მინისტრი ჩვენ გვეუბნებოდა, რომ რა საჭირო არისო, რომ თქვენ იცოდეთო მაგალითად ქვეყნების დედაქალაქებიო, როდესაც დღეს არსებობს Google-იო. დაგუგლავთ და ყველაფერი კი მიიღებთო. და სხვათა შორის ერთ-ერთ სკოლაში ერთ-ერთმა ბავშვმა გადასარევად კითხა. ის ეთქო ძალიან კარგი ოჯახის შვილი და ჭკვიანი ბავშვი იყო და ხო არ გეჩვენებათო რომ ესე იგიო ისო ვინც Google-ი შექმნაო არა თვითონო ძალიან განათლებული ადამიანი იყო. ნუ აი ესეთი პარადოქსები გვაქვს ჩვენ ამ განათლების სისტემაში. მივედით აქამდე და ყველა თანხმდებოდით, რომ სანამ ხელმეორე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა გახდებოდა საჭირო, არა, ჯობდა რომ ამ რეფორმისთვის მოგვეკიდა ხელი. ეხლა სიტუაცია არის ისეთი, რომ რამდენიმე ათეული უმაღლესი სასწავლებელია. აქედან არის კერძო, არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. მე მაგალითად უფრო აქცენტს ვაკეთებ უმაღლეს განათლებაზე, რადგან ამ სფეროს წარმომადგენელი ვარ, თუმცა გარკვეული წარმოდგენა მე მაქვს საშუალო სკოლებზე და იგივე საბავშვო ბაღებზე, ხო? დაანონსა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ საჭიროა ეს რეფორმა და მანამდე რაღაცა უცნაური ესე იგი ხმები გამოდიოდა, რომ რაღაცა ორი უნივერსიტეტი უნდა არსებობდეს თურმე ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. რაღაცა ერთი სპეციალობა და ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი. საერთოდ მე რა მინდა იცით გითხრათ, რომ განათლების რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას საკონსტიტუციოზე რეფორმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? რატო? და სასურველი არის ხოლმე, რომ ეს იყოს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის რეფორმა. რატო? იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, მასში არის ჩაბმული თითქმის მთელი მოსახლეობა, ხო? ამიტომ აი ხშირი იყო ხოლმე, რომ აი ამ განათლების რეფორმას მაგალითად საჯარო განხილვები მოყვებოდა, სპეციალისტები იყვნენ ჩართული, პროფესორა, თუმცა ესეც მინდა ჩვენთან არაორდინარული სიტუაცია არის და აი ამ განათლების სისტემაში ჩაბმული არიან ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად ჯერ ერთი არ ვიცით რა სახის ახალგაზრდას ვსდით, ხო, რა პროდუქტი გვინდა მივიღოთ და ჩვენ მე მაგალითად იცით რატო გამიხარდა კიდე, იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი კოლეგები რას ასწავლიან და პირდაპირ ეს არის აი იმ არეული სიტუაციის წინაპირობა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში პერიოდულად ესე იგი იჩენს ხოლმე თავს. და მე ვიფიქრე, რომ აი ეს რეფორმა რაღაცნაირად ისევე როგორც მიშამ ჩაატარა, იქნებოდა პირველ რიგში აქეთკენ მიმართული. მაგრამ აღმოჩნდა ძალიან საინტერესო რამ. ეხლა მე ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობ და მინდა გითხრათ, რომ როდესაც იქ მიმიყვანეს, მე იქ ესე იგი მივედი და ძალიან ბევრი ისეთი ხარვეზი იყო ჩემი სპეციალობით და მე მიზანმიმართულად მივედი იქ, რომ ეს ხარვეზები გამომესწორებინა და 4 წელიწადი მუხლ ჩაუხრელად შრომობდი იმისთვის, რომ იმ არსებული რესურსებით რაღაცა შედეგისთვის მიმეღწია. და მინდა გითხრათ, რომ გარკვეული წარმატებები გვაქვს. საერთოდ ჩვენი რექტორიც ტექნიკური უნივერსიტეტის ძალიან არაორდინარული ადამიანია, ენერგიული და მან სრულიად შეცვალა ჯერ იერსახე ტექნიკური უნივერსიტეტის და მერე ეს შინაარსობრივი მხარე, ხო? და რაღაცა აღმავლობის გზაზე ვიმყოფებოდით. რეფორმა დაიწყო იმითი, რომ პირველი ესე იგი
მილევად რეჟიმში გამიშვეს მე ჩემი დეპარტამენტით და გამოაცხადეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა შეუერთდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რამაც მართალი გითხრათ, საშინელი რეაქცია გამოიწვია ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების, ესე იგი სტუდენტების და შეიქმნა რაღაცა არაორდინარული. ეხლა ჩვენი უნივერსიტეტი რითი გამოირჩევა, იცით, რომ ყოველთვის ხელისუფლებას უჭერდა მხარს. აი ამ არც მიტინგებზე დადიოდნენ ეს ჩვენი ბავშვები, არც ამ დესტრუქციაში იღებდნენ მონაწილეობას და ჩემთვის ეს იყო აი რაღაცა ისეთი სიურპრიზი, გაუგებარი. მანამდე ესე იგი ჩვენი რექტორი და კანცლერი იმყოფებოდნენ პარლამენტში, აი თეატ ლუკიანის კომისიის ხდომაზე, იმიტომ რომ ჩვენ წაგვართვეს შენობები და ეს შენობები წაართვა უნივერსიტეტს გიული ალასანიამ თავისი უნივერსიტეტისთვის. იქ წარადგინეს ეს მთელი დოკუმენტები, რომ ყველაფერი ეს იყო არაკანონიერად განხორციელებული და რა ვიცი, იყო მოლოდინი, რომ ეს შენობები დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ დამთავრდა იმითი, რომ ესე იგი ჩვენ გამოგვიცხადეს, უნდა შეუერთდეთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და მე მგონი გიული ალასანიას კვოტა გაუზარდეს მისაღები უნივერსიტეტში სტუდენტების. ამიტომ აი ესეთი პარადოქსული სიტუაცია არის. ეხლა განათლების სისტემას მე მინდა თქვა, რომ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ქვეყნები სხვა ქვეყანას რო დაიპყრობდნენ, პირველი რასაც ცვლიდნენ ეს იყო განათლების სისტემა. რატო? იმიტომ რომ აღეზარდათ ახალი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი თაობები, ხო? მე რო გითხრათ, არა ვარ ამ რეფორმაში ღრმად ჩახედული. არ ვიცი. აი ალბათ წიწილებს შემოდგომით ითვლიან, ხო? და ეს პირდაპირ მნიშვნელობით ალბათ ამ რეფორმის შედეგი ერთი რამე არის კარგი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც დაანონსეს, ის რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტები მიღებული იქნებიან და მათ გადასახადი, ის ვინც წარმატებული სტუდენტი იქნება, არ ექნება გადასახდელი სწავლის ფული. ეს ძალიან კარგია და ჩვენ მივესალმებით, მაგრამ აი პირველ შედეგებს ალბათ ჩვენ მოვიმკით შემოდგომაზე. ნახოთ, როგორ განხორციელდება ეს რეფორმა, ხო? ქალბატონო თამარ, სანამ გავაგზავნებ საუბარს, უნდა შეგეკითხოთ რა, სახელს და გვარს არ გეკითხებით. ეს მინისტრი ვინც ბრძანა, რომ Google ხო გვაქვს, რაში გვჭირდება გეოგრაფია პირობითად. ეს ოცნების პერიოდის მინისტრია საუბარი. კი ბატონო. ნუ მანამდე საერთოდ ეხლა ის ლომაია რო იყო, რომელმაც არ იცოდა ბავშვი როგორ დაეწერა და ეს კაცი ესე იგი ხელმძღვანელობდა. მაპატიეთ, ჩვენი ხმა ცოტა არ ემთხვევა და მაპატიეთ რო გაწყვეტინებთ, ბრძანეთ. ხო, ნუ აი ესეთი მინისტრი, როდესაც რეფორმას ახორციელებს, არა, როგორც ლომაია იყო, რომელსაც არავითარი შეხება არ ქონდა განათლებასთან, მაგრამ იცით რა არის, სააკაშვილის პირობებში მე მაგალითად ეხა პოლიტოლოგი ვარ და ძალიან კარგად ხვდებოდი, რატო აკეთებდნენ ამას და აი ქირურგიული ჩარევით განახორციელეს ეს რეფორმა, რომლის მსხვერპლიც მე ვიყავ. იცით, ჯავახიშვილში მე ვიყავ პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე და პროფესორი. და განახორციელეს რეფორმა და ჩემს მაგივრად მიიღეს ადამიანი, რომელსაც გაცილებით ჩემზე ცუდი ესე იგი CV ქონდა. და CV რო შეადარეს, ახლა მე უკეთესი რომ მქონდა, დანიშნეს გასაუბრება და დაუწერეს იმდენი ქულით მეტი, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ის გასულიყო, ხო? და თურმე მე სხვათა შორის სასამართლოში ვიჩივლეთ და პროცესი მოვიგე მე.
და ეხლა ყველაფერი შეიძლება დამაბრალო, მაგრამ გასაუბრება რომ ვერ გავიარე იმ ადამიანზე კარგად და მე არ ვასახელებ იმ ადამიანს, ესე იგი, რომელიც პირდაპირ აცხადებდა მაგალითად, რომ რა საჭიროა რომ ქართულად იყოს ლექციები. მოდი ჩავატაროთ ინგლისურად მაგალითად. ქალბატონო და თამარ, იცით რა არის? ჩემი ყველა რესპონდენტი, სტუმარი, ბევრი დავახლოვდით, ზოგთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს უკვე და ყველა მნიშვნელობა არ აქვს რა დარგის ექსპერტია, ყველა ამბობს, რომ თავი და თავი საქართველოს აი ამ გაურკვეველი ვითარების მიზეზი არის ზუსტად განათლების რეფორმა. და არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი კრიტიკული გამონათქვამი მაქვს გაკეთებული ამ ერთ წელიწადში და აი ნახეთ როგორი მომენტია რეალურად. მე ხანდახან მქონდა სურვილი რომ რაღაცა რევიზიონისტული პოლიტიკა მეწარმოებინა ზუსტად მიშასდროინდელი განათლების სისტემისა, როცა მაგალითად მინისტრი თანხმობის მაგევრად წერდა OK-ს. როცა მსგავსი რამეები ხდებოდა სამინისტროში, როცა მეცნიერებათა აკადემიები კვეცეს და ბოლოს იქამდე არ შეკვეცეს, რომ მე მგონი მეცნიერებათა აკადემიაში ის არის გაკეთებული. პლანეტარიუმი, არ ვიცი, ხუმრობ ეხლა, უტრირებ უბრალოდ სახომარი იყო, აქ არაფერი არ არის. ანუ მეცნიერებათა დონე დაკნინდა ასე შემდეგ. ეს იყო გასაგებია ბოლონის სისტემა, იმიტომ რომ იქიდან იყო დირექტივა, რომ პატარა ერებს არ უნდა ქონდეთ ამბიცია, რომ იყვნენ მაღალი ინტელექტუალური ბაზის მქონე. მაგრამ 2012 წლის მერე ჩემი ხმა შემოწმა, რა აუშვას იყოს, ახლა ვერ გავასწორებ. 2012 წლის მერე ფაქტობრივად აი ახლა გამოცხადებული რეფორმამდე არაფერი არ გაკეთებულა. აბსოლუტურად არაფერი. მეგონი ინტერნეტის პრობლემა. ხო, თქვენ გესმით ჩემი ხმა? მე მესმის, მაგრამ მე ხანდახან ითიშებ. ხო და ნახეთ რა ინტერნეტია, ხო და ნახეთ ეს თქმა მინდა. აი ახლა ისიც დასტური იყო, რას გემძანეთ, რომ ესე იგი ოცნების პერიოდში ოცნებამ თავისუფლება მიცა, რომ მინისტრს ეთქვა მსგავსი რამ. წარმოიდგინეთ. ეს რო ყოფილიყო მიშას დროს გასაგები იყო, მაშინ საქართველოს მოხსნეს ის მინისტრი. არა, რა მნიშვნელობა ხომ იყო? ხომ იყო? ხო და ამიტომ თუნდაც ის ოქრიაშვილი რო არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ფიზიკური შეურაცხყოფის შეურაცხყოფი გახდა და ბევრი რამ. მე მის სტენდაპები სპეციალურად ვნახე ამ ინციდენტის მერე. და ერთ-ერთი სტენდაპის მომენტში ამბობს, რომ თურმე ყოლია უმცროსი და აპროტესტებდა, აქილიკებდა იმ მომენტს, იმ პროცესს, როცა თურმე მათი მამა აი ამ ისდას ეუბნებოდა, რომ რაღაც ყველაზე პოპულარული საგამანათლებლო წიგნი წაეკითხა. და ეს თავის აუდიტორიას ეუბნება, რომ თურმე მამამის უთხრა, რომ რა დროს ეს არის, რომელი საუკუნეა გარეთ გაიხედა. და აი ეს ყველაფერი რაც ხდება, რომ მე ამას წინათ მქონდა ქალბატონ მაიასთან პოდკასტი კოგნიტური დისონანსი, სხვა კი არაფერი არ არის. ამას იწვევს ზუსტად განათლების უქონლობის გამო. რეფორმა კიდე სხვა რამეა. და აი მე მაინტერესებს ახლა ყველაზე მკვნეული რამე. რომ პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და პოლიტექნიკურია როგორც სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დამოუკიდებელი იურიდიული პირები იქნებიან თუ მაინც შეიძლება რომ შეერწყა. არა, სხვათა შორის ჩვენმა კოლექტივმა და პირველ რიგში ჩვენმა რექტორმა ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ დარჩენილიყო ცალკე ტექნიკური უნივერსიტეტი. სხვათა შორის ამ ხრივ წამოვიდა, ესე იგი, ხელისუფლება დათმობაზე და განახორციელა ის, რომ დახვტოვა როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. და მე ამას მათ უთვლი არა უარყოფით მომენტად, არამედ დადებით მომენტად, იმიტომ რომ რაღაცა, როდესაც გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა, მე ვთვლი, რომ ეს ცუდი არა. თუმცა მე რაღაც ფაკულტეტებს გვართმევენ იქ, მე როდესაც ვკითხულობ, რა არის ამისი мотиваცია რა, ვერ ვიღებ სათანადო პასუხს.
მე მინდა არგუმენტირებული პასუხი, ხო? მაგრამ ვერ ვიღებ ის არგუმენტები, რითაც ისინი მელაპარაკებიან, რა ჩემთვის არ არის მისაღები და დამაჯერებელი. გაბატონ თამარ, მე ვიცი რომ თქვენ დოქტორატურას ხელმძღვანელობთ. ბევრ ცნობილ პლუს მინუს ჩემი ასაკის ადამიანს თქვენთან არ გავლილი და დაცული სადოქტორო. და ეს ფუნქცია, ეს სისტემა შენარჩუნდა? რამდენადაც მე ვიცი, ეხლა დოქტორანტურაში ჩვენ გვექნება მიღება. მე ორგან ვარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უშუალოდ ხელმძღვანელობ პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამას და ტექნიკურ უნივერსიტეტში მე ვარ დეპარტამენტის უფროსი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, სადაც გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა. და მე მინდა ეს ორი პროგრამა დღეს ცნობილი არის როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული. და მე რა არგუმენტები მაქვს იცით კიდევ რომ ჩვენი სპეციალობა არ უნდა გაუქმდეს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მე მაგალითად მომყავს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაგალითი. სადაც სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სკოლაა, ხო? და გარდა მაგისა ეს თავად ბოსტონში, ხო? დედაქალაქში. კი ბატონო. და ეს აღარ არის ის პერიოდი, დღეს არის რაღაცა ინტეგრირებული სპეციალობები, ხო? ამიტომ შეიძლება რაღაცის მოფიქრება და ეს მილევადი რეჟიმი ჩემი აზრით არ არის სწორი და გარდა მაგისა ფინანსურად არის ძალიან მომგებიანი უნივერსიტეტისთვის. თქვენ ახსენეთ მილევადი პროცესი და რას გულისხმობთ? ანუ შეიძლება მომავალ წელს აღარ იყოს? ჩვენ წელს აღარა გვაქვს მიღება ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში და ყავს შესაბამისად მეორე, მესამე და მეოთხე კურსი და ისინი რომ დაამთავრებენ სპეციალობა აღარ იქნება. უცნაურია. თქვენ კარგად ახსენეთ ჩვენი საუბრის დაწყებისას, რომ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ზოგად განათლებას, რომელიც იწყებოდა საბავშვო ბაღიდან. მე ახლა თავად 55 საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული, ეგრე 60 წელს უახლოვდები და მე თუ რამე გამაჩნია სოფხედულობა, ზუსტად ჩემმა სკოლამ მომცა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველაფერს ვსწავლობდით, რაც კი რამ შესაძლებელი იყო. გასაგებია ხან პოლიტიკის გარდა. ხო. აი ზოგადი განათლება თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ერთი პერიოდი იყო, იცით როგორი ტენდენცია, აი უცხოეთში როგორიც იყო, ძალიან ვიწრო მიმართულებით განათლების მიცემა. რასაც მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი და რატო? იმიტომ რომ დღეს თუ გინდა რაღაცა ახალი, აი კომპიუტერი ხო ადამიანის გონების პრინციპზე მოწყობილი და რა ინფორმაცია მასში, ხო? ოპერაციონალიზაციის ხარისხი უფრო დიდია. და ესევე არის ადამიანში, რაც მეტი მონაცემი და განათლება გვაქვს. ნაყოფიერი ხარ შენ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ, ხო? ხაჭინეთ თქვენ. მეცნიერება რაც არ ვიცი მე ატენციები არის ევროპაში, ხო? აღარ ჭირდება. ხელოვნური ინტელექტი არის, არა? შენ გეუბნები
არის ისეთი ესე იგი სხვა მოთვლია და ესეთი განათლება აღარ არის საჭირო. და ჩამოვიდნენ ახლა 3 წლიანზე. მე იმ აზრისა ვარ, რომ ჩემ სპეციალობაში 3 წელში კი არა 4 წელიწადში ვერ ითვისებდებ, ხო? სრულყოფილად იმ პროგრამას, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ კაი სპეციალისტი გამოხვიდე. ეხლა ჩამოვიდნენ 3 წელზე. წარმოიდგინეთ, ხა ეს არის პროფესურის შემცირება, საათების შემცირება, თვითონ განათლების ხარისხის შემცირება. ამაზეც არა მაქვს მე არგუმენტირებული პასუხი და ის რომ ევროპაში ესეა, ეს არ არის ჩემთვის იმის დასტური, რომ ასე უნდა იყოს. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი. მე ამერიკაშიც ნამყოფი ვარ უნივერსიტეტებში, ევროპაშიც ნამყოფი ვარ, მოსკოვში მაქვს დამთავრებული და ეს შედარების უნარი ძალიან კარგად მაქვს. და ის რაც ევროპაში ხდება, მე არ მომწონს. იმიტომ რომ იქაც განათლების დონე არის ძალიან დაცემული და იქაც ძირითადი აქცენტი კეთდება არა განათლებაზე, არამედ სოციალიზაციაზე. ამიტომ ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, მე არ ვიცი ვინ არის ამ რეფორმის ავტორი, მართალი გითხრათ, მაგრამ ალბათ ვიღაცას უნდა შეეკითხონ, ხო? ჯერ უნდა გავიგოთ ჩვენ რა ტიპის ადამიანი გვინდა რომ გამოვიდეს, ხო? და მერე უნდა შეუსაბამოთ ეს რეფორმა, ხო მართალია? ზუსტად. გაბატონო თამარ, კარგად ბრძანეთ რა, რომ იმდენად ვიწრო პროფილის სპეციალისტებს დიან, რომ ფაქტობრივად ისინი უახლოეს მომავალში იქნებიან ასოციალურები და ენახეთ რას გულისხმობ. მე ეს პირად მაგალითზე გავიარე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ну მოიხსენებათ ახ ქართული ემიგრაციის ხვედრი როგორია, რომ ჩამოვდივართ, რაც კი რამ პირველადი სამუშაო საშუალება გვეძლება, იქ ვკავდებით და ერთ-ერთი ეს სამუშაო მქონდა 2016-ში ეს მშენებლობები იყო, ცნობილი ამბავია ქართველებისთვის. და მოკლედ ერთ-ერთ ობიექტზე ვართ. და შემოვიდა ამ ობიექტზე ერთ-ერთი ამერიკული ეს იყო ჯგუფი იყო, რომლებიც იყვნენ ელექტრიკოსები. და აკეთებდნენ თავის ვიწრო პროფილს და იქ უცებ შეიქმნა პრობლემა. რაღაც თანხლები. და ხელი არავინ არ მოკიდა. მე ეჭვი მქონდა, რომ უბრალოდ პასუხისგებლობას ირიდებდნენ, მაგრამ მე ჩვენებმა გააკეთეს ქართველებმა და მე მივხვდით ყველანი ერთად. ნუ მე განსაკუთრებით. მე წხვდები დაახლოებით ხას. და მე ხა გამძაფრებული ის მომენტები მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მე მივხვდით, რომ პასუხისგებლობას კი არ გაურბოდნენ, უბრალოდ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. არადა ჩათვალეთ, რომ კონტექსტური თემა იყო. იცით რა არის? თუ საქართველოს უნდა რომ მსგავსი რამ გამოზარდოს, ხა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში, ხო მე მგონი ეს კარგი არ იქნება არა. ნუ კარგი, ამერიკაც დააკეს ფოფონება ხა 400 მილიონამდეა, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? მეც მქონდა ამერიკაში შემთხვევა, როდესაც ჩემი მეზობელი პროფესორი გახდა ავად. და ესე იგი გაციებული იყო ეს ადამიანი, წავედი მოუტანე ტერაფლუ, წნევა გაუსინჯე, სიცხე გაუსინჯე და ის ხალი მეუბნება გაოცებული რომ Tamara you can be a doctor ესე იგი მისთვის ეს ისეთი უცნაური იყო რომ რატო არ მუშაობ ესე იგი ამდენი თუ იციო შენ რა უნდა დამალევი და გამოვაჩამთელე ის ხალი ჩვეულებრივი იმითი და ეხა ისინი ესე არ აზროვნებენ ხო და მე ვარ პროდუქტი იმ განათლების რომელმაც ესე გამზარდა და წარმოიდგინეთ ეხა მით უმეტეს ამ ხელოვნური ინტელექტის პირობებში ჯერ ესეთი უნდა მოხდეს რეგულირება ხო როდის შეიძლება გამოიყენო ეს ხელოვნური ინტელექტი იმიტომ რომ აბსოლუტურად თავცარიელი თაობები გაიზრდება ეხა ხელოვნური ინტელექტს მე ვიყენებ ძალიან აქტიურად და წიგნიც კი დავწერე ამ ხელოვნურ ინტელექტზე თორნიკე ზედელაშვილთან ერთად განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტი. წარმოიდგინეთ ეხა მე რო არ ვიცოდე ის რაც ვიცი თვითონ ხელოვნური ინტელექტი უშვებს ძალიან ბევრ შეცდომას.
და მე ვასწორებ ხოლმე, ხო? და წარმოიდგინეთ, ჯერ ამ შეცდომით გაიზრდებიან. ეგრევე ვამჩნევ ჩემს სტუდენტს თუ ის არის AI დაწერილი რაღაცა ან საკურსო ან თემა ან რაღაც. ეგრევე ემჩნევა სტრუქტურაზე, ენაზე და ასე შემდეგ. მე ჩემი აზრით, საერთოდ უნდა აიგზავნოს გამოყენება ინფორმაციისთვის შეიძლება რომ გამოიყენო, მაგრამ შეცდომა არის, მაგალითად, ერთმა მომიტანა და ეთყობა ქართულ წყაროში იყო, რომ ესე იგი, ჩერჩილი თურმე გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ვეუბნები რა გარდაიცვალა, კაცო, მე კიდე პრემიერად აირჩიეს. აი ესეთ რაღაც არის აფსუსებს ვაწყდებით ჩვენ, ხო? ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში რაც ხდება, ეს მე ხლა ქვემდებარე ვარ ამერიკის ჯანდაცვის სისტემის, იმიტომ რომ რიგი პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის და მე აქ მივხვდი, რაც ნიშნავს ზუსტად ის, რაც თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ აქ პაციენტისა და ჯანდაცვის სისტემაში ურთიერთობა ყარდება ესე პაციენტი და რომ გონია რომ ექიმია, იმიტომ რომ ფონდოსკოპი უყიდოს, აღმოჩნდება რომ არის ნერსი. ну თქვენით ეს რა შეოს მაღალი კვალიფიკაციის ექთან ჩვენებურად რა და ექიმები ზიან სადღაც ოლიმზე ანუ ექიმთან რო ჩვენ აპოინტმენტი ანუ ვიზიტი რო დავგეგმოთ ხო უნდა ველოდოთ 1 წელი და აქ ხანდახან ისეთი ლაფსუსები არის რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გაიდლაინებით მართვა კოვიდზე ჩვენ ძალიან კარგად ვიხილეთ გაიდლაინები მართილეთ და მე აქ ვიყავი ზუსტად ამ გაიდლაინების ხერხლი კოვიდის დროს. ჩემი მეგობარი, აი ესეთი გაიდლაინის შედეგად გამოუშვეს ფილტვების ათებით კოვიდის შემდეგ. უბრალოდ ჩემი მეგობარი მეორე, ბავშვობის მეგობარი არის კარგი ფტიზიატრი. სასწრაფოდ დაუნიშნა ანტიბიოტიკები, თორემ დამთავრდებოდა მისი სიცოცხლე ძალიან ტრაგიკულად. და გარდა მაგისა ეხლა კომერციალიზებული სამედიცინო სისტემა ეს ძალიან ცუდი რამის. მე მაგალითად ვაანალიზებ ეხლა და ძალიან მომწონს ის სიმაშკოს განათლების სამედიცინო სისტემა რომელიც იყო. არ შეიძლება, როდესაც აფთიაქი, დისტრიბუცია წამლების, საავადმყოფო ხო ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული. ის არის ორიენტირებული მოგებაზე და არა ამ პაციენტის გამოჯანმრთელებას. სამწუხაროდ ეს ჰიპოკრატეს ფიცი მერე სადღაც იკარგება და ავიწყდება. არავის არ ახსოვს ეს. ამიტომ ყველაფერი ძალიან კარგ გადააზრებას მოითხოვს და განსაკუთრებით არ უნდა შემთხვევა მქონდა რა ერთ-ერთ ქვეყანაში ვიყავი და ავტობუსში ვიყავით ტურისტები და ადგილობრივმა არ მინდა ქვეყანა დავასახელო 50 კაცი ვერ დაითვალა. ამ დონემდე ხო არ მივალთ და მე ჩვენ გთხოვარ რომ დაითვალეთო რა რამდენი ხართ. წარმოიდგინეთ თქვენ და რაღაცა თუ ძალიან კონკრეტული და ძალიან ისეთი კარგად გააზრებული რეფორმა არ გაკეთდა და ამ დონემდე მივალთ ჩვენ. და ვისაც გონია რომ სწავლა ეს უნდა იყოს დისკრიმინაციის საფუძველი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ ამ უცოდინრობას ხვდებით აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე, ხო? მე ხუმრობ ხოლმე რომ ჭურჭლის გარეცხვასაც კი ინტელექტი უნდა მეთქი. ლოგიკური აზროვნება. იგივე ხელოსანი, ყველგან კატასტროფა. აი ხელოსანი მოვიყვანე სახლში, რომელსაც უნდა კედელი აეშენებინა, ჯერ დამინგრია და მერე უნდა აეშენებინა და ეხა უყურებ რომ იმ კედელში არ შეეტევა ის ჩემი კარადა და ვეუბნები რომ არ არის მეთქი, რასაც აკეთებ, შენ სწორი, იმიტომ რომ არ შეეტევა. შენა და მართლაც არ შეეტია და მე მომიჭრა ის კარადა. ვეუბნები, კაცო, მე პროფესორი ვარ და შენი საქმის პროფესორი უნდა იყო, კაცო. ლოგიკურად ხო უნდა აზროვნებდე, მაგრამ ესეც განათლების შედეგია. იგივე პოლიციელს
ჭირდება ლოგიკური აზროვნება, ხო, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს. არის კიდევ ეს ღირებულება, რომელსაც აი ნახეთ, ჩვენი საზოგადოება არის ძალიან კონფლიქტური. აი განსაკუთრებით ეს იკვეთება, ეს სიკეთე, რომელიც ქართველი ადამიანის ბუნებაში ყოველთვის იყო, არა, სადღაც დაიკარგა. და საზოგადოება იმდენად აგრესიულია, ნახეთ რა სიტყვებით მიმართავენ, რა აგრესია არის ერთმანეთის მიმართ, ხო? აი ამის გამომუშავებაც შეიძლება. ეს ტექნოლოგიებია განათლების სისტემაში, სხვათა შორის არაჩვეულებრივი ამერიკელი მეცნიერი არის გაბრიელ ალმონდი, რომელმაც შემოიტანა პოლიტიკის მეცნიერებაში შედარებითი პოლიტიკის და აი ეს პოლიტიკური კულტურის და სოციალიზაციის ცნება. ვინც ამ თეორიას იცნობს, არა, ეხლა მე ვასწავლი უბრალოდ ამას, ძალიან კარგად შეიძლება დაიგეგმოს ისეთი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო მაღალ განათლებას, მაღალ კვალიფიციურ განათლებას, ხო? არამედ აი ამ აგრესიის აღმოფხვრას საზოგადოებიდან. თუ შენ აი ამ სიკეთეზე ორიენტირებულ რაღაც საფუძველს ჩადებ ამ ახალგაზრდობაში. ნახეთ რა ხდება. ერთი წუთი ბატარეა ჩდება და რატო ჩდება, არ ვიცი, ჩავყვა. ხო, კომპიუტერს. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ჩემი აზრით ის გაცილებით უფრო გააზრებული და უფრო მასობრივი და უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მოწონებით უნდა სარგებლობდეს. ჩემთვის სამწუხარო ის არის, ქალბატონო თამარ, რომ ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც კი გაანონსდა რეფორმები, ესე გამოდის. ჩემდა სამწუხაროდ, რომ არაფერი ბოლომდე არ არის. მე ვიცი, რომ ჯანდაცვის პრობლემაში სერიოზული კითხვის ნიშნები, უბრალოდ მე ჯანდაცვის სპეციალისტი ვერ ვნახე, როგორც თქვენ ახლა კომპეტენტური ხართ საოცრებით განათლების სფეროში, რომ მოვიწვიო ჯანდაცვის სფეროდან ვინმე. იმიტომ რომ უამრავი უარყოფითი რამე მისმის, აი გაუკველობა. ეს მანკიერი წრე რო ვერ მოერღვა, რა თქვენ ბძანეთ, აფთიაცა, ოჯახის ექიმი, აფთიაქი, ჰოსპიტალი, ანუ საავადმყოფო და ასე შემდეგ და მე არ ვიცი, სადამდე მივა ეს პატარა ქვეყანა, მე არ ვიცი. ჩვენ რესურსი არ აქვს. აი, რაც თქვენ აღნიშნეთ, მე მაგალითად ეხა ვასწავლი ამ პოლიტიკურ სისტემებს და სად როგორი სიტუაცია ვიცი და დასავლეთიდან ჩვენთან შემოვიდა მაგალითად ესეთი ტენდენცია, რომ მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და ის არ არის აუცილებელი, რომ იყოს ამ დარგის სპეციალისტი. ეხლა ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ მაგის ფუფუნება არ აქვს, იმიტომ რომ განათლებაში უნდა დანიშნონ ადამიანი, რომელიც არის 8 წლმოსილი. ამ დარგის აღიარებული სპეციალისტი, როგორც თეორეტიკოსი, ისე პრაქტიკოსი. და მას უნდა ქონდეს იმდენი, აი მე ვეუბნეოდი ახლა კაცო ამ რეფორმას, რომ ატარებთ, სხვათა შორის ჩემთან მოვიდა ადამიანების ჯგუფი. რომელიც ეხლა სააკაშვილის მერე ეს ხელისუფლება ჩვენ გვეჩვენება, რა ვიცი, ისეთ იმათთან შედარებით და ინტერესი იყო, რომ ჩვენ გვერდში დაუდგეთ ჩვენ ხელისუფლებას. და ძალიან ცნობილი 8 წლმოსილი ადამიანების სია მომიტანეს, რომ ჩვენ გვინდა რომ ხელისუფლებას დაუდგეთ გვერდზე როგორც ექსპერტები ამ განათლების რეფორმაში, როგორც რაღაცა საზოგადოებრივი საბჭო და მითხრეს რომ ჩაერთვებით თუ არა. მე ვუთხარი ახლა თუ რაღაცა შემიძლია გავაკეთო, კი ბატონო, ჩემი თავი გენაცვალოთ თქვენ მეთქი და ჩამწერეს ამ სიაში. ეს სია რამდენადაც მე ვიცი, იქნა წარდგენილი, მაგრამ იქიდან არავითარი საპასუხო რეაქცია, ხო? ამ დროს მე რამდენადაც ვიცი, ეს ხალხი დაინტერესებული იყო, რომ გვერდში ამოდგომოდა ამ ხელისუფლებას ამ რეფორმის განხორციელებაში. ქალბატონო თამარ, მოკლედ სამწუხარო ვითარება ყველა მიმართულებით. მე ერთი რამე მინდა კითხოთ. მე პირადი გიულია ალასანიას მიმართ ხა
როგორ თქვა, რომ სიმპათიები მაქვს მეთქი, მაგრამ არც ის ამ პირადი შიუღლი, რომ მას დაუხურონ ეს ინსტიტუტი, მაგრამ რეფორმა რო ტარდებოდა, ძირითადი თემატიკა, რადგან წაგორდა ეს რეფორმის წინა კამპანია იყო ის, რომ ვისაც არ ეკუთვნის, იმათ აქვს და ეხლა რა გამოდის, რომ ყველაფერი შერჩა და პირობითად აკადემიურ კლასიკური გაგებით აკადემიურ უნივერსიტეტს ეზღუდება არეალი სივრცე. თუ ქალბატონ ალასანიას თუ კიდევ აქვს ის შენობა ნაგებობები ის უნივერსიტეტი. მაშინ თქმასა და შედეგებს შორის ამ ხელისუფლება რო არის, როგორ უნდა აიხსნას? არა, როგორ აუხსნა, მე არ ვიცი ახლა. ეს არის უნივერსიტეტი სამჭედლო იმ ადამიანების, რომელიც ქვეყანას უქმნიან პრობლემას. ხო, ეს მიტინგები და ეს პროტესტები, არა, მათ მიერ არის ორგანიზებული, რომელიც ძალიან კარგად არიან დაკავშირებული ქვეყნის გარეშე ძალებთან, რომლის ინტერესიც არის აქ დესტრუქციული რაღაცა ქმედებების განხორციელება. ფრანკლინის კლუბი სად იყო? ფრანკლინის კლუბი იყო იქ, რომელიც პირდაპირ ჯერ გარეგნულად იცით ემჩნევათ ახლა ამ ახალგაზრდებს, ხო, ეს ხატული სხეული, სადაც თეთრი ადგილი აღარ აქვს, კანის ადგილი აღარ აქვს, ხო? ეს ყურში გარჭობილი საღოც ხვირში, ტუჩებზე და ასე შემდეგ, ხო? ამასაც ხო ჭირდება, აი დღეს ვფიქრობდი სწორედ მაგაზე სილამაზის აღქმა. ნახეთ, დეგრადირებულია ეს, რა არის კარგი, რა არის ცუდი, ხო? ესეც ახლა სხვა თემა არის, უბრალოდ ადამიანების გაცხოველების ერთ-ერთი მიმართულება არის. როდესაც შენ ადამიანებს სილამაზის გრძნობას უკარდ. ხო, აი ესთეტიზმის გრძნობას უკარდავ. რანაირად დადიან ახლა. ლამაზი, კარგი, ქალი რაჯობია ამას, კარგი ჩაცმული, ხო, კარგი. აი ამასაც არავითარი ესთეტიზმი. მე ყოველთვის იმას ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, რომ ჩაცმა იმიტომ არსებობს ტანსაცმელი, რომ შენ დაფარო ის ნაკლი, რაც შენ გაქვს და გამოიყურებოდე ესთეტიურად, ხო? და ამათ არავითარი დარდი იმისა არ აქვს. აი ოღონდ გაშიშულდნენ და აი არავითარი კომპლექსი არ აქვს. ეს უკომპლექსობაც ხო უფრო დიდი კომპლექსია რა. საჭირო რაღაცა ნორმების, რაღაცა ესთეტიზმის, რაღაცა ისეთი ელემენტარული საკითხების დაცვა, რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანს. ეს განათლებაც, ხო? რითი აი განათლებული ადამიანი, ზოგი არის ინფორმირებული, ინფორმაცია აქვს, მაგრამ რითი განსხვავდება ახლა განათლებული ადამიანი ინფორმირებულისგან, ხო? როდესაც მას შეუძლია ეს ყველაფერი კრიტიკულად გადახარშოს და თავისი პოზიცია ესე იგი დააფიქსიროს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, თანაც სწორი პოზიცია. და ეს ყველაფერი, რა ვიცი მე, ძალიან დიდი განსჯის საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა, ძალიან ნიჭიერი ხალხი, რომლებსაც კოდირებული აქვთ ეს განათლებისადმი სწრაფვა და ამისი არ გამოყენება, თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ ვიყოთ ამერიკის 350 მილიონისავით ერი, რომელმაც ზოგმა მარკ ტვენი ვინ არის არ იცის, ხო? ამიტომ ეს არის სერიოზული განსჯის და ესეთი მეცნიერული ანალიზის საფუძველი უნდა იყოს და არ ვიცი ახლა ერთი კარგი რამ აქვს ამ ხელისუფლებას, რომ ხანდახან რაღაცაზე რომ მიუთითებ, ითვალისწინებენ ხოლმე, ხო? განსხვავებით იმ მიშას ხელისუფლებისაგან, რომლებიც აი აბსოლუტურად შეუვალებია, ხო? ქალბატონ თამარ, ერთ-ერთი შეიძლება ყველაზე უმთავრესი პრობლემა ჩვენი განათლების სისტემისა დაწყებული, მე მგონი მიშამდე საქართველოს შეერთა ამ ბოლონის პროცესს და ეხლა რა ვითარება, გამოვდივართ, გამოვედით თუ რა მდგომარეობაში ეს ყველაფერი? იცით რა არის, ესე მარტივად არ არის საქმე.
ბოლონიის პროცესის აი მე უარყოფითი ვილაპარაკება რა დადებითი რა აქვს იცით ჩვენი დიპლომები არის აღიარებები ევროპაში ანუ შენ რო დაამთავრებ აქ უმაღლეს შეგიძლია წახვიდე და ევროპაში სამსახური დაიწყო ხო გარდა მაგისა მობილობა არის ძალიან გაადვილებული შენ თქვათ სწავლობ აქ შეგიძლია სწავლა გააგრძელო ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში აი აქ იცით როგორ არის შერწყმული კარგი დადებითი და უარყოფითი ხო რომ დადებითი ის არის რომ ის ჭარბობს და ადამიანი ამას უფრო უწევს ანგარიშს ვიდრე იმას რაც შინაარსით არის განსაზღვრული ხო იქ მთელი რიგი შეზღუდვებია გენდერული სწავლებები თურმე 3 წლიდან ბავშვს უნდა ესე იგი გენიტალიები ასწავლო და რაღაცა ნუ ეს აუბედურებაა ხო ის სისტემა რაც და ეს პროპაგანდა აი ხელისუფლება რატო არის ესეთი მხარდაჭერილი იმიტომ რომ ეს გენდერული პროპაგანდა ქართველებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ხო იქ სადაც სოციალური გაღწნილება არის იმ ერს მომავალი არ აქვს და აი ეკლესია რომელიც გამოვიდა რაღაცნაირად ამ ფლაგმანად ხო ყველაფერი ამის წინააღმდეგ და აი ეს პატრიარქის დაკრძალვა იყო ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა რომ ერი და ბერი ერთად არის იმ ღირებულებების დასაცავად რასაც ქვია აი ქართული იდენტობა და ის ღირებულებები რამაც ჩვენ აი ამ საუკუნეების განმავლობაში აქამდე მოგვიყვანა ეს თუ აღარ გვექნება ჩვენ არა წაგვლეკავს ისტორია და აღარ გვექნება არავითარი მომავალი ხო ამიტომ განათლების სისტემას ამ ხრივ აქვს ჩემი აზრით უპირველესი მნიშვნელობა აბსოლუტურად გეთანხმები და იმიტომ სურდა რომ ჩვენ შორის ეს პოდკასტი შემდგარ იყო რომ თქვენი სიტყვა გეთქვათ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური სპეციალისტი ბრძანდებით ამ დარგში და ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანი იმიტომ რომ ჩანდა და ჩანს ეს არ იმალება ქალბატონებმა ამერიკაში ვინც დაინტერესებულია ყველა მიცის რომ საქართველოში განათლების პრობლემა არის გაჭედილი პირდაპირ შეიძლება ითქვას იმიტომ რომ რეალურად შედეგი არ არის ესე თქვა ჭყალებში თქვა ვინც საწინააღმდეგო დაიწყო ეს კამპანია და რაც რეფორმაში გადაიზარდა ყველა ისე უმელთან არის პირობითად და დანარჩენი კიდე რა ვიცი რეფორმა თუ ის იყო რომ ორი უნივერსიტეტი უნდა გაერთიანებულიყო ნუ მაშინ საერთოდ რა აზრი ქონდა ამ რეფორმის დაწყებას ჩემთვის გაუგებარია ისიც არ მესმის ერთი სპეციალობა კონკურენცია ხო უნდა იყოს ნუ იქ დეტალებში რო ჩავიდეთ მთელი რიგი ყოველ შემთხვევაში ბატონო ნიკა ნახავთ ახლა შემოდგომით როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი და რა შედეგები იქნება ხო და რა რეაქცია ექნება მოსახლეობას ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა რომ ეს კიდე რაღაცა თქვათ დესტრუქციის ელემენტი იყოს იმიტომ რომ გარშემო არის ძალიან არც თუ მაინც სახარბიელო სიტუაცია და ჩვენ ვართ რაღაცა ანკლავი ამასაც რომ ლაპარაკობ იმისაც მეშინია რომ რაღაც ენამარ ესე იგი არ მოიტანოს ის რომ რაღაც სხვაგან ვითარება იყოს ბეწვის ხიდზე დავდივართ ნამდვილად ქალბატონ თამარ უღმესი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის მოხარული ვიყავი რომ თქვენი მასპინძელი ყოფილიყავი დიდი მადლობა ყველაფერთვის რასაც თქვენ აკეთებთ მადლობა რომ დაინტერესდით ამ საკითხით და თქვენი ეს ეთერი არის ძალიან კარგი საშუალება რომ აი რაღაც ფართო მასებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და გავხადოთ ჩვენი პოდკასტი რაღაცა მსჯელობის საქმე მე მოხარული ვიქნები ზუსტად ამისკენ მივისწრაფი და მიხარია რომ თქვენ ჩემს გვერდით ბრძანდებით ამ საქმეში წარმატებები ბატონო ნიკა თქვენც ასევე ქალბატონო თამარ დროებით